18 დეკემბერს მიგრაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღესდღეობით ქართველი მიგრანტები ლეგალურად თუ არალეგალურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცხოვრობენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ ერთობლივ საიასა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის სახელწოდებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა 2012 წელს დაიწერა და 2015 წელს დასრულდება. პროექტში მთავარი აქცენტი კეთდება მიგრაციის განვითარებაზე, არალეგალური მიგრაციისა და ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე მიგრანტთა უფლებების დაცვაზე. რომელიც გულისხმობს ზუსტად სამართლებრივ კონსტიტუციების გაწევა, როგორც წამსვლთათვის, ისე ჩამოსული პირებისათვის, რომელთაც გარკვეული პრობლემები დახვდა. რისკები და ხიფათები მრავალგვარია. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი, თქვათ, აი ამ პროექტის დანიშნულებაც არის, რომ მიგრანტს პოტენციურ მიგრანტს კონდეს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც მიდიან, იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შრომითი მიგრაცია. როდესაც იქნებიან ლეგალურად წასულები, ბუნებრივია მათი უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის მიერ და სახელმწიფოს მხრიდანაც იქნება უფრო ადვილი და მათი დახმარებაც უფრო იქნება მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში.